რუსეთში დიდი სოციალისტური ოქტომბრის რევოლუციის იუბილეს აღნიშნავენ. მოსკოვის წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმი მიმდინარეობს. 7 ნოემბერი რუსეთის ისტორიაში 1917 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც 7 ნოემბერს შეიარაღებული რუსი პროლეტარიატი, მუშები, მეზღვაურები და ჯარისკაცები პეტროგრადში ზამთრის სასახლესთან შეიკრიბნენ და რუსეთის მეფის ნიკოლოზ მეორის გადადგომა მოითხოვეს. 1941-1945 წლის სამამულო ომის პერიოდში 1941 წელი ყველაზე მძიმე იყო ქვეყანაში. საჭირო გახდა ჯარისკაცების მორალურად და ემოციურად გამხნევება, რომ გამარჯვების რწმენა არ დაეკარგათ. ამიტომ აღლუმს არა მარტო სამხედრო, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობაც ჰქონდათ. წითელი მოედნიდან მებრძოლები ფრონტის ხაზზე მიდიოდნენ, მათ მტკიცედ სწამდათ, რომ ომი შეიძლებოდა გამარჯვებით დამთავრებულიყო. 7 ნოემბერი კალენდარზე წითელ დღედ იყო აღნიშნული, სახალხო დღესასწაულს სამხედრო აღლუმით და მუშების სიმბოლური დემონსტრაციებით აღნიშნავდნენ. საბჭოთა კავშირის დაშლისა და ხელისუფლებიდან კომუნისტური პარტიის წასვლის შემდეგ რუსეთში 7 ნოემბერი ჰარმონიისა და შერიგების დღედ იქცა.